მოგესალმებით, დღეს ვიყოფებით საქართველოს მიჯნაზე. ეს არის მიჯნის ყურე ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში და აქედან ვიწყებთ მორიგ ეპიზოდს. ვაშლოვანში მოხვედრა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, ჯეროდა ჩავაბაროთ წერითი გამოცდა სასაზღვრო პოლიციაში და შემდეგ უკვე გავეშუროთ ვაშლოვანის ეროვნული პარკისკენ. გააზღვევთ. არა, აგერვა, ნუ გეშინე, მომეც ხელი. კაი, მე დავჩევი? არა, საში არაფერი. წამოდი. მაქსიმუმ შეიძლება აიქ ჩავარ. არა, ვერ ჩავარდება აქ თქვენ. არა, ხო და მაქსიმუმ იქ შეიძლება. მოდი ჩემთან, მოდი. ის უთქეღნა, აგერა. მოდი. აი ესე. გადმოიტანე ხელი? არა, რა თქმა უნდა, არა, გადმოიტანე. ძალიან მეშინია. არა, ნუ გეშინი, ასად არ მიძიხარ. ხონა გადმოიტანე გიჭე. სიმაღლის გეშინია? მე ფეხსად მე. ხო, რა ციკაცო. აი, ფეხთან დაადგავ ჩემ ფეხთან რა. აი, წარი. ჩემი. არა, აი, შანსია ვიდეოსთვის უნდა გადმოგიყვანო. რა ვიდეოსთვის უნდა გადმოვიყვანო, კაცო? რატო უნდა დარჩეთ ჩემ გამო და უზრუნველობ თავისუფლად შემიძლია. ეხა კითხავ ეს რაღაცას. არ გაგიტყდება აქ რომ დარჩეთ და ბოლომდე. ვაფშე არა, არა, საშიში არის მარტო დარჩენა, მაგრამ ვაფერხებ ფაშუაში. არა, არ მაფეხებ რა საშიშია, კაცო ეხლა. შენ ეხა უხერხულობის განცდა გაქვს თუ შე? მეშინია. მოდი. მეშინია. მოდი. ხო აპირებ მოლაშქრეობას. არა ძმა. ეს არის ლაშქრობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. არაფერს არ ვაპირებ. ეს არაფერი არ არის ლაშქრობის სისტემა. ახლა მესამე პუშინგი გამაყდა. დადგე ფეხი. რატო შვები ამ ყველაფერს? რატო ვაკეთებ ამ ყველაფერს? ანუ არ ვიცი. მომეცი? აი, რა გინდა რა მომეცი ხელი? რატო უნდა მოკიდო ხელი? დაგ ვიჭე. ეხლა უყურე. აი მარცხენა ფეხი ჩამოადგი ჩემ ფეხთან. ჩამოადგი? უკანაც ხო უნდა ამოვიდე, ვერ ამოვა. ამოხვალ. ხელი დააყრდენი იქ. აი მან. ეს იშლება. აი სადაც გინდა დააყრდენი ფეხი ჩამოადგი ჩემ ფეხთან და მე დამაბიჭე ფეხი. რატო მაიძულებთ არ მინდა? წამიცავოს ფეხი უფრო კაი რაღაც გავ. არ მართლა არ მინდა ხო მართლა დაამაშინია. რო წავიდე რატო არ შეიძლება? ჩემიცებულს ხო შემოცებულ. ვიცი რომ უნდა ჩამოვიდე. მოდი აქ ჩემთან მოდი. 50-ის დაიდო ხო და 200-ს მისე. მოდი. რატო მაიძულებთ არ მინდა? ჩამოგსოვა. წამო. არა ეხა მართლა მინდი პირდაპირ. არა ჯერ გავიაროთ, არა მომისმინე. ჯერ გავიაროთ რისი გეშინია. არა? ამხელა კაცია შეხედე, ერთადერთი ჩააგდო თვითონ ის, მეტი რა უნდა მოხდა. მომეცი ხელი? აი ტატე ხელი. ცა ფეხნა. მეცა? არა დაუჭრე. დაჯექი და პოსტა ტრაკი დაგესრულო, მეტი არა. კიდია. პირდაპირ ზრუნავ. ნუ გნერვიულო. არა. მეორე ფეხი ჩამოდი. მეორე ფეხი. გარე დაისვარე და გემრიელად ჩადა. არა, მაგიტომ მიდევს მე. როზიხარ ვერ თუ ოჩო. აჰა, კაია. პრობლემა. ბრავო. ეს არის საბანაკე მიჯნის ყურე. აქედან იწყება საქართველო. და აი აქ ხელმარჯვნივ, აქეთ პატარა სახელიც რო ჩანს. იქ არის უკვე აზერბაიჯანი. აზერბაიჯანიდან აი ეს კი
პირობითი საზღვარია საქართველოს-აზერბაიჯანის. ეს არის მდინარე ალაზანი, ეს ნახევარკუნძული, რომელიც არავის ეკუთრება არ არის ჯერჯერობით და ველოდებით მდინარე როდის გაყოფს, რომ ან ჩვენი იქნება, ან აზერბაიჯანის. ამ ეტაპზე არავისი არ არის. აქედან იწყება ზუსტად საქართველოს და კარგამიჩი, იქეთ შორს მთებში ჩანს ხოლმე კავკასიონი და აქ ხვდები, რომ იმაზე ბევრად პატარა ქვეყანა გვაქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ეს პატარა ქვეყანა ნამდვილად მსახურებს ჩვენ მოვლას. და მე მჯერა, რომ რაც ყოველი ადამიანი ნახავს საქართველოს, მით ბევრ ადამიანს შეუყვარდება და მით ბევრ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, რომ მოუაროს მას. მოვლა გამოიხატება ძალიან მარტივ რამეში, სისუფთავეში და ის, რომ ჩვენ ქვეყანაში ტურისტებად არ ვიგრძნოთ თავი და ვიყოთ მასპინძლები. ვიცოდეთ ყველა ადგილი, ნანახი გქონდეს და ვამაყობდეთ. სულ ეს არის. მეტი არაფერი არ ჭირდება. ისე. მოვედით ახლა, ეს არის ჩვენი საბანაკე ტერიტორია. კოტეჯები სამწუხაროდ დროებით დაკეტილია ეს რეაბილიტაციას უკეთებენ და რა ხდება ახლა აქ ყველა კარავს ატუვა გადამძვრალი გარე მეორე ტენტი. იმიტომ რომ ძალიან დიდი სინესტე იყო და ყველა კარავი დაგვიშველდა ღამით და ახლა ვაშრობთ, რომ სველი კარები არ შევინახოთ. ეს არის ასეთი ბუნგალოებია მოწყობილი აქ და ბუნგალოებში შეგიძლიათ დაისვენოთ, დარჩეთ. Sihloni pa umhlaba